სტატუსათაც დავწერე, მაგრამ აუცილებლად ვთვლი, რომ გამოვეხმაურო მაღაროელების, ჭიათურლების გაფიცვას და ისინი ხვალ აპირებენ აქციის ჩატარებას ჯანდაცვის სამინისტროსთან. მე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უნდათ მანდამაის პოლიტიკური პარტიები გარიონ, პოლიტიკოსები გარიონ, მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ აუცილებელია იქ მისვლა და მხარდაჭერა მათი. ჭიათურა მათო ჭიათურლების არა, რა თქმა უნდა, ჭიათურა ჩვენია და ყველასია და ჭიათურის პრობლემა ასევე ჩვენი ყველა ქართველის პრობლემაა. მით უმეტეს იქ აპირებენ ღია კარიერით მოპოვებას და საერთოდ ამ მაღაროების დაკეთებას, როგორც მე ვიცი, და ღია კარიერა კი ეს არის დემოგრაფიული კატასტროფა, რომელიც თანაჩენ საქართველოსაც უწევს სხვათა შორის და არა მარტო ჭიათურლებს. აქედან გამომდინარე და საერთოდ ვთვლი, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაცას იბძვის და ხელისუფლებიდან რაღაცას მოითხოვს, საჭიროა ყველასთან მისვლა და ამ ძალების გაერთიანება, მათი დარწმუნება, რომ ამ ხელისუფლებამ შეუქმნა ეს პრობლემა, რა პრობლემაც ახლა აქვენ და ეს ხელისუფლება მათ არ გადაუწყვიტავთ არავითარ შემთხვევაში. ამ პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ მოევლება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში. და ამიტომაც უნდა მივიდეთ და რომ დავარწმუნოთ ისინი, ვესაუბროთ, რაც არ უნდა მძიმე საუბარი კონდეს, რაც არ უნდა არ უნდა ჩვენი მოსმენა. მაინც უნდა ვქნათ ეს, მაინც უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, ვესაუბროთ მათ და დავარწმუნოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ახალი ხელისუფლების შემთხვევაში იქნება ჭიათურის გადარჩენა, ჭიათურლების გადარჩენა და საქართველოს გადარჩენა სხვათა შორის. ამიტომ მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტია იქნება, იგი პოლიტიკოსი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, ჭიათურლები იქნებიან, რომლებიც უკვე თბილისში არიან გადმოსახლებულები. თქვენი ვალია, ყველას ვალია, ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში და მინდა ერთი რამ თქვა, დღეს ბრიუსელში და მთელ ბელგიაში ტრანსპორტი არის გაფიცული. და მე ვერ ვნახე ადამიანები, რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილი იმ ტრანსპორტის მუშაკების მიმართ და წუწუნობდნენ, ბუზღუნებდნენ, რა თქმა უნდა, დისკომფორტი შეგვექმნა სულ ყველას, ვინც მგზავრობა ვიწევდა, მაგრამ